მოგესალმებით ძირფოსა მეგობრებო. Drive Dynamics-ი არის ქართული YouTube არხი, სადაც განვიხილავთ ქართული მძღოლების საკმაოდ საინტერესო ავტომობილებს. პირობითად სპორტკარებს, დრიფტკარებს, სუპერკარებს და ისეთ ავტომობილებს, რომლებიც დროს და სივრცეში უბრალოდ ჩერდება და მათი ყოლა 21 საუკუნეშიც კი საკმაოდ დიდი ფუფუნების საგანია. დღეს მე თქვენ მოგიყვანეთ 1990 წლის M პაკეტი E34-ის მოდელი. მეგობრებო, დღეს ჩვენი სტუმარი არის ვებხოვედი შერაშვილი, რომლის მფლობელობის ქვეშაც არის ჩვენი ავტომობილი და რომელსაც დღეს მასთან ერთად განვიხილავთ. მოგესალმები ვებხოვ, როგორ ხარ? გამარჯობთ, კარგად, თქვენ როგორ ხართ? მადლობა, კარგად. როგორ გზნობ თავს? ხარ განხილვის ხასიათზე? ჩვენებად. ძალიან კარგი. მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ დრო დაგვითმე და მოგვეცი იმის საშუალება, რომ შენი ულამაზესი ავტომობილი გადაგვეღო და განგვეხილა. ხოლო ხა რამდენიმე კითხვას დაგისმევ და შრო პასუხები გამცი. კი, აბსოლუტურად ამოწუროთ. კი ბატონო. რომ მითხრა დაახლოებით რამდენი ხანია ეს ავტომობილი ყავს და რა მდგომარეობაში შეიძინე? გაუკეთე თუ არა რაიმე საერთოდ? ეს მანქანა ყავს უკვე 14-15 წელი. 2012 წელს წამოვიყვანეთ, სარელა ჟეშტი იყო და ელექტრო მეტი არაფერი. დანარჩენი უკვე აქ შეღებვა, თუნუქის სამუშაო, იქ ძრავი, სულ ყველაფერი აბსოლუტურად ჩემი გაკეთებული ამ ვიზუალზე და ამ მდგომარეობაზე უკვე ყველას მოსწონს, მაგრამ იმდენი შრომაა ჩადებული აქ, რომ ზოგი სხვასთან ვიკითხე, ზოგი დამეხმარა, ზოგი რაღაც თლიანობაში მე შევისწავლე და ეს ყველა დეტალი რაც არის, ჩემ ხელშია გავლილი ეს. ჩემი ნაკეთობა რო იტყვიან რა რაღაცას რო გამოძერწავ და გააკეთებ და შენ ქვია ეგეთი რაღაც არის ეს ერთი ქარხანა გამოუშვა ეს მანქანა დანარჩენი ჩემ ხელშია გატარებული რო იტყვიან რა და ბევრი რამეც ვისწავლე რა ამასთან შედარებით. შენი შეღებილი არის? რომელი საღებავი არის? საკმაოდ რაღაც ძალიან შავი არის რო იტყვიან. ეს არის სუპერ ბლეკი ქვია. ძალიან შავი არის, ერთ კომპონენტიანი შავი არის, საღებავიც ხალისხიანია. იქ ლაკიც აღებავიც, გრუნტი, ყველაფერი არის ხარისხიანი, იმიტომ რომ ვცდილობდი რომ მაქსიმალურად კაი ყოფილიყო რა, გამორჩეული რომ ყველას ერთ და იგივე იმაში კომპლექტში არ ჩასულიყო რა. გამოგივიდა აშკარად მანქანის ვიზუალს რო უყურებთ ახლა. და რა, ბევრი რამე ისეთი მაქვს გაგაკეთებული რომ წინა მხარეზე მომიყევი ახლა, აი უშუალოდ აი ამ ნაწილში, რა გაქვს შენით გაკეთებული? შენი ხელით. ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული რომ იტყინა ეს დეტალი. იმიტომ რომ ქარხულად M-ებს არ მოსდევს და საკმაოდ უხდება და ეს არის E36-ის ქვედა ტუჩი და ამაზე არის მორგებული. ეს კერხერები მე დამტრეული შტოკი ვიყიდე, მოხსენი, თლიანი გაყვანილობა, იქ ცალკე ბაჩოკი აქვს, ცალკე ელექტროობა, აქ ეგენი მე თვითონ გავაკეთე. და ეს ფარების ჯვრიანი რომელიც აქვს შინდა შავი ეგ ქარხულ ამის M-ებს მოყვება. და ეგაც ჩემი ნაკეთობა არის და რა ყველაფერი თითქმის ისეთი რაც მოხსენე დააყენე უბრალოდ არ იყო ეგრე დანარჩენი ჩემ ხელში გავლილი. ეს დეტალი მეუცხოვება და ვფიქრობ რომ მოსა ყველა დღეს რა არის ეს რაღაც ეს აქ ისტორია ერთ-ერთი ადგილია პოლონეთი პირობითად და აქვთ თავისი კლუბი. და ესეთი გერბები რო იტყვენ გერბები აქვთ რა თავისი კლუბი აქვთ E34-ს. და თვითონ აქ ეგ და ერთი თლიანი კლუბი იკრიბება და ეს გერბები აქვს ეგ და ჩამოიტანეს ერთი 10 წელი და ერთი წელი უთყვენ მე მერგო რა. შენი არის საკმაოდ დიდი პატევი გერგო ჩემი აზრით. კი, მანქანაც მოეწონათ და მაგიტო მითხრეს რომ ერთი წელი შენ გქონდეს. კი ბატონო, ძალიან კარგი, მიხარია ყველაფერი. მოკლედ წინა მხარეს გავიგეთ რომ ყველაფერი შენი ხელით გაქვს გაკეთებული, შენით გაქვს შექმნილი, მათ შორის ფარებიც, როგორც აღნიშნეთ. კი ბატონო, ასევე ეს ვარიანტიც კი ეს ზოგადად კერხერები ქვია, ნუ ფარებს რეცხავს. კი ბატონო. იშვიათია რომელიც მუშაობს. კი, სხვათა შორის სხვადასხვა E34-ები რომ მინახავს, ყოველ შემთხვევაში მუშა მდგომარეობაში არ ეყენათ. გვაქვს ახლა იმის საშუალება რომ ავიმუშავოთ და ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს. გთხოვ რომ მაჩვენო. ხლავე.
შვენიერი. ვფიქრობ ეს ანახაობა, ცალკე ანახაობა შეიძლება შეიძლება ხოლმე და არ ჯერავთ ხოლმე რომ აუმუშავ მალადეც რა. კარგი. მოკლედ ვეფხო მინდა შენგან ახლა დეტალური აღწერა ამ ავტომობილის, იმიტომ რომ მეგობრებო, ვეფხომ როგორც აღნიშნა, წაღან 15 წელი არის, რაც მის მფლობელობაში არის ეს ავტომობილი. წინა მხარე განვიხილეთ, მოდი ახლა უშუალოდ ძრავზე გადავიდეთ. ძრავზე როგორც ვიცი არის 3-დან 2 რესტაილინგი და ახალ კაპოტი და ჩაგვახედე შეგინდა დეტალურად ამიღწერე რა გაქვს გაკეთებული? ამის ხიბლიც ეს არის, ესე კაპოტი რო ამოდის. ოოოო. ბევრ მანქანას არ აქვს, შემო ეჯაჯგურო. აქ არის რო იტყვიან ყველაფერი, შეცვლილი ყველაფერი გაკეთებული. ბოდიში ვეფხო, მაგრამ მინდა აღნიშნო მეგობრებო, რომ 1990-იანი ვინტაჟური ტიპის მანქანა რო ყავს შენ ახლა და ძრავი ამ ვიზუალზე ყავს, არის აი როგორი სასწაული რაღაცა იცით? არ ვიცი. ოჩახ ვეფხო. ამ ძრავზე მაქვს გაკეთებული ქარხნოთ იყო 2 და 5. მერე დაიშალა მთლიანად ეს ძრავი, არის BMW X5, E39, მაგის ღერძი, ეგრეთ წოდებული პორშინები. ეგენი არის მთლიანად გადმოტალი ამ ძრავში და გახდა 3-დან 2. მერე აქ M3-ის რასპიდულები დევს, რომელიც ცხენის ძალებს მატებს. დაახლოებით რამდენ ცხენზე აქ? საბურავზე აქ 270 ცხენი. ნასტროიკაზე არის. ნასტროიკაზე, კი. ამაზე რადიატორი შეცვლილი მაგ დიდი აყენია რო გაგრილებისთვის. ელექტროგაგრილებაზეა გადაყვანილი რომ მეტი ცხენი არ წაართვას და დროულად გაითიშოს თავის ქარხნული აქ ამას ესეთი მული არის ეგრეთ წოდებული წყლის მაკაჩავები პომპაზე და იმაზე აგრილეს სულ დატვირთვაშია და ეს უკვე თავისუფლად რო იტყვიან სუნთქავს ძრავი რა ზედმეტობა იმ წლებში ანუ არ იყო ეს გამოყენებული და არ იყო მერე წამოვიდა დიდი რადიატორი დავაყენეთ სარკე წყლის ჩასასხმელი აქვს რომელიც უკეთესი არის და გაგრილება უკეთესია ძრავს ეგ ჰაერის ფილტრი შევცვალე დავაყენე სპორტული KN-ის ამიტომ დავაკარი დროსელია კიდე ამას გაჩარხული რომელიც მეტ ჰაერს იღებს და უკეთესია გაწევისთვის იქით გამშვებია კიდე ცხელი კოლექტორი ქვია რომელიც სპორტული აყენია იქაც და აბსოლუტურად აქ რაც დებს ყველაფერი გამართული ყველაფერი მუშაობს აგერ კიდე ეს არის ბევრი ნახავს მე ავტოპილოტი რომელიც ესაც შიგნიდან აქვს და ამუშავებ ჩვეულებრივად მუშაობ-გამარეობაში კი აი ეს ტყუილად არ აყენია შეერთებულია კონდიციონერი რა ყველაფერი უმუშავებს და თავი რაცაა ცოდნა მაქვს იმდენი რომ გავაკეთე იმ დონეზე რომ მე რომ მომწონს და მუშაობს მე თუნდაც ყოფილი ვარ და ყურებ ხოლმე ჩემ ნაკეთობას და ჩემ გაკეთებულ სიამოვნებს მეგობრებო საკმაოდ საინტერესო რესპონდენტი ყავს აქ რომელსაც აქვს უდავ 10-დან ასე გემოვნება და დავამატებ კიდე აი ეს დაკიდების სისტემა აქ რეგულირებადი ეგრეთ წოდებული შაისები ქვია რეგულირდება თვლები SS და SS სირბილე სიხის და ეკინა დაატრიალებ აგრუვებ არბილებ წინას და უგვანაც იგივე აქვს ეგ ეცოდინებათ რაც არის რა სპორტა ქვია რომელიც იჭერს წინა ცხვირს სიმყარისგან და რავი ყველაფერი აქ მუშა არის დაჟე ესაც თავისი განათება რომელიც რომ ღამე რო დაგჭირდეს გააღებ კაპოს და მუშაობს და ესაც იშვიათია რომ იდეალური იყოს რა მოკლედ ძრავში რაც გვაქვს აბსოლუტურად ყველაფერი არის მუშა მდგომარეობაში როგორც მივხვდი და გავიგე კარგი სანამ ნასტროიკაზე გაიყვანდი მანქანას რამდენ ცხენზე ყავდა და თუ გაქვს საერთოდ დათვლილი 0-დან 100-მდე აჩქარება დაახლოებით იყო 230-240 ცხენის ზალა ეგრეა გავლილი როცა მგძრავების ამბავი ეგრე აქვს და მე უკვე იქ დანასტროიკება რო ხდება ბენზინი ჰაერი საწვავი ერთმანეთში ზდიან და ჩვეულებრივად იზრდება მაგდონემდე რა და დაახლოებით 5 და 5 ან 6 წამში უნდა 100-დან აჩქარებას ამას მაინც კარგი შედეგი არის კი ამ წლებისთვის კი არა საკმარისია და რა მე მყოფნის რა იმიტომ რომ ისეთი დრო არის უკვე რომ ბოდიში პრიუსი შეიძლება მოვიდეს და გაგასწროს რა სიამოვნება უნდა მიიღოს ის კლასიკა არის ესეთი სიტყვი და კი ნამდვილად გადავიდეთ შიდა ინტერიერი მაჩვენე ძალიან ლამაზად იხურება კი არა კაი წამყევი ახლა შიდა ინტერიერში კი ბატონო მაჩვენე აბსოლუტურად ყველაფერი მეგობრებო, მინდა ხაზი გაუსვა, რომ სალონს აქვს აბსოლუტურად პირვანდელი სახე შენარჩუნებული და რა დეტალიც კი უყენია, არის აბსოლუტურად ყველაფერი ორიგინალი.
აგიხწერე ხა დეტალურად საჭიდან დაიწყე და მიყვეთ ეტაპობრივად. კი ბატონო. ეს საჭი არის ემის არის პატარა ვერსია, რომელიც ცოტა იშვიათია და ძნელისაშოვია და რო იტყვენ შევინარჩუნე, ეს უბრალოდ ტყავი გადავაკვრევინე. ეს არის მაგისი დაფა, რომელიც ესაც ძალიან იშვიათია და ძნელისაშოვი არის, ესაც რესტავრაცია გაკეთებული ოღონ ისე რომ სილამაზე და სიპრიელე ქონოდა. ეს თავის სიჩქარების გადამრთველი კოლოფთან, ესაც თავისი არის, ესაც მაკაგონიანი და თუ დააკვირდით, ესაც შავ მაკაგონში არის, ყველაფერი გაკეთებული. ესაც თავისი ქარხნულად მოყვება ემებს და ეგაც ემის არკი არის, რომელიც რომ მოგანათებინეს ზევით ადის, აი ზევით ადის, ესე ჩამოდის. შენიერი. და რავი, განათებები ეგ ჭერს გაუკეთდა რესტავრაცია, იმიტომ რომ ძალიან ისეთ გემოვნებაში იყო და საკმაოდ ხარისხენი ეგრეთ წოდე ალკანტარა გადავაკვრევინე და 5 წელი არის და არც გაფუჭებულა, არც გახუნებულა. კი ბატონო, ესე იგი გავიგეთ რომ 5 წელი არის რაც უკვე სალონის რესტავრაციას მიჰყავი ხელი. კარგი. მე მინდა გავამახვილ ყურადღება მეგობრებო ეგრეთ წოდებულ სიდენიებზე, რომელსაც საშკარად ეტყობა ხმარების არა, დროის კვალი. ხო, რა სიძველის აი ნახეთ, არ არის გახილული, მაგრამ დაძველებული არის რა. მე ვფიქრობ რომ ეს არ უნდა შეუცვალო მართლა ხმარების გარეშე. აქ თავისი აფთიაქი აქვს. აი, საფთიაქი თავისი არის? კი, ეს თავისი. ამოჩვენე გქო. აქ თავისი არის ეს. აქ რავი, განახლებული ამბავით შეიძლება გქონდეს, ჩემი დამატებული. აუ ეს მეცნობა, კი, ესენი ვიცი რა ძალიან ძველები არის. ხო, არა, ძველი ისეთი რაღაცები დაჟე მედოდეთ განახლებისთვის, ან ვიღაცამ გაიჭრა რაღაცა რომ გქონდეს სპირტი, ბამბა რაღაცეები. მაგრამ ეს შეფუთვა და ეს 5 მეგობრებო, არის 90-იანი. ეხლა გადავიდეთ და საბურგულში ვიცი რომ საკმაოდ საინტერესო ნიფტი გიდევს. კი ბატონო. და იქ მანახე უკანა მხარე გავიხილოთ დეტალურად. ეს ჩვენი ოილერს მინდა გავავლო ხაზე. შვენიერი არის? იდეალური არის? ორიგინალია? კი, ეს არის ორიგინალი შნიცერი, რომელიც იშვიათი არის. დაჟე ამას თავის წარწერაც აქვს. ნახებთ. აი აქ შნიცერის სპოილერი არის. ეს და იშვიათია რა, ანუ ძალიან არის რომ ჩამოსხმულებიც არის, მაგრამ უხარისხოა მზეზე და იმაზე ფუჭდება რა. აქ თავისი ინტერიერი აქვს ისევ გარეცხილი და გაწმენდილი. შეძლებს დაგვარად. ესაც ჩვენი მოყვარული მუსიკა და ეს ბასავიკი ქვია ეს აპარატურის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი არის. ამას აქვს თავისი აგერ აქ რომელიც დანგრატი, კლუჩი, საგორავი თავისი აქ შენარჩუნებული ისაც მოპოვებული ის კლუჩი და ის ესე იოლათაც არ არის ხოლმე საშოვნელად. და აგერ ჩვენს კლუჩებს ჩვენს ჩელენჯს მივადაქით. ჩელენჯი არის ეს შეგროვებული. რო ეს ბერმეშინიკების ამბავია, რომ ეს რო სავსე არის რა კლუჩების ამბავი. კლუჩებში სიკრანიკები. 10-იანი, 13-იანი, 19-იანი, 17-იანი, 12-იანი, ეს საბურავი რო დააფიქსირო, ეს მოსაჭერი ტყელტუჩი. ეს სვეჩების ამოსაღები, ეს ავარიული ამბავი და პაპირკა. ფიქრობ რომ ჩელენჯი ჩააბარა? კი, რავი, ეს იმდენი ხანი ვაგროვე, რომ ბევრს ვიცი რომ არა აქვს რაღაცეები რა, იმიტომ რომ ამაზე მაქვს თითოეული დეტალი, ნაძები ისის და გაკეთებული რა, დაჟე ეს რეზინაც რაც არის, ხო, დაგლეჟილი და ფლეთილია ხოლმე და რთულია მიშოვნა და როიტყვე შევინარჩუნე რა. მეგობრებო, უკანა სივრცეში საკმაოდ კარგი სიტუაცია დაგხვდა. მინდა ეხლა დისკებზე მითხრა 1-2 სიტყვა. უკანებზე დავიწყოთ. დედალმამალებია? კი, ეს არის დედალმამალი, ქარხნულად ამას მოყვებოდა ეს დისკებიც, 39 საათს ამის ემპიატებსაც. ეს არის 9.5G, წინ 8.5G და საკმაოდ კაი დისკი არის, ახლები არის, მაგრამ ხარისხენია, საკმაოდ კმაყოფილი ვარ. ნამდვილად. ბატონო, ამ დისკზეც? ეს დისკი არის 8.5G და ესაც ანალოგიურად ამისი პარა არის. და ამაზე მაგ კიდე დავამატებ სამუხუჭე სისტემა მაქვს შეცვლილი, რომელიც არის 4 პორშინიანი და საკმაოდ ძლიერად აჩერებს, იმიტომ რომ
ან მიყვარს ხოლმე ცხენის ძალას როზდი, გაჩერებაც უნდა იმანქანას. და შენ თვითონ მიხვდები რომ არ ყოფნის. კი ბატონო. შევცვალე ეგაც, ანუ სამუხუჭე სისტემა და კმაყოფილი ვარ ძალიან. მოდი ახლა გადავიდეთ უკვე ცოტა სენსიტიურ საკითხზე. როგორც იცი 15 წელია გყავს უკვე ეს ავტომობილი და მეგობრებო ამას იმიტომ გაუსვი ამდენჯერ ხაზი, რომ როდესაც ერთი და იგივე ავტომობილი გყავს და შენს თელს რესურსს, ფინანსებს, ხარჯებს, აბსოლუტურად ყველაფერს ამ ავტომობილს უთმობ და ხარჯავ. არის საკმაოდ საინტერესო და მე მივდივართ უკვე იმ შედეგებამდე, რა შედეგიც ახლა ჩვენს უკან დგას, ბრძანდება. ეხლა მაინტერესებს თუ ხერხული არ იქნება, პირობითად თვიდან თვემდე რა გიჯდება ამ ავტომობილის შენახვა. როგორც მე ახლა ეს მანქანა ჩემი აწყობილი და ამისი ყველაფერი რო ვიცი და მე ხელოსნებთან არ დავდივარ, სადღაც 800.000 ლარამდე და ისაც ზეთი სავალი ნაწილები, კალოტკა ის რაც არის რა. ზეთს ამას სჭირდება აწყობილი ზრავზე 10-60. კი ბატონო. სადღაც ეგეთი არის, რომელიც ბიუჯეტური არის რა, არ არის ესეთი. ბევრმა იცის ეგ, რომ 10-60 სპორტული ზეთი არის. ემებში ისხმევა, აწყობილი ზრავებში ისხმევა, რომ მაღალ ტემპერატურებს უძლებს და ეგ ზეთი უნდა გააცხელო, რომ მერე ტემპერატურაზე იმუშაოს და. ახლა ხან-ახან ამით თან ისეთი ხმა აქვს რომ მოძრაობ რომ გინდა არ გინდა ცოტას წახვალჩქარა და რაღაცა და უძლებს. ზრავიც გამძლე ხდება, ადვილად არ ფუჭდება და საკმაოდ გასიამოვნებს რა. კარგი. მე მაინტერესებს ახლა რა იქნებოდა შემდეგი ავტომობილი შენთვის. პირობითად როგორც ეს 34 გასიამოვნებს, ისეთი სიამოვნება რომ მოიტანა შენთვის. მაგალითად არ დაგიმელავთ, მაგრამ დიდმდენი ხანია მყავს, რომ ვერ ჩაანაცვლე? ვერ ჩავანაცვლე. და სხვა მანქანით რო დამეწყო, მაგალითად აწყობა და კეთება ის მომეწონებოდა, მაგრამ ამჟამად ამასთან მაქვს გული. კი ბატონო. გასაგებია. მე მაინტერესებს ახლა შენგან როგორც გამოცდილი მძღოლისგან, ვიცი რომ საკმაოდ ბევრს მოსწონს ჩვენი დღევანდელი მოდელი და მაინტერესებს ვეფხო შენგან რა რჩევებს მისცემდი იმ დამწყებით ძღოლებს, რომლებსაც უნდათ 34 შეძენა. ზოგადად მაინც და მაინც რა ფინანსები არის, რა ხარჯები არის, ნუ ეგეს უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც რომ დეტალურად გაგუშალო ეს თემა რა. როგორც აღნიშნე, მართლა საკმაოდ ისეთი ავტომობილი არის. მოფრთხილება რო სჭირდება. კი, მოფრთხილებაც უნდა თავიდან დამწყებისთვისაც ბევრი ყურადღება არის, რომ თვითონ მანქანა ვარგოდეს, გარეთა ვიზუალი და დამპალი არ ქონდეს ქვედა მხარე. დანარჩენი უკვე კეთებადი არის, წესიერი პიროვნება უნდა ნახოთ თვითონ ვერ გააკეთებს და არიან ბევრი ბიჭები არიან, რომელიც ჩემი ჩათვლილი და ბევრნი არიან, რომ იციან ეს მანქანები კარგად აწყონ და უბრალოდ ფინანსებთან არის და ნენელა უნდა აკეთოს და ბოლო ჯამში ჩაბარდება ლამაზი მანქანა, კაი მანქანა, ხალხსაც გაიცნობს, ვისაც ეს უყვარს და ვისაც ესენი ყავს და ჩვენ მაგალითად ისე ვართ ხოლმე, რომ ერთმანეთს დაჟე ვეხმარებით. თუ მე მაქვს ის ნაწილი, რომელიც არ მჭირდება, იმას ვაძლევ, ის მე მაძლევს და ესე რა, ეს არის ჩვენი მთლიან ესენი ვიწყავს, ყველა ფარებს უნთებ და ყველა ისე ვართ ხოლმე ერთმანეთში რა. გასაგებია. კარგი. მოკლედ ვეფხო, დაგემშვიდობები. და უდიდეს მადლობას გიხდი დათმობილი დროისთვის და იმ ამომწურავი პასუხებისთვის, რაც შენ დღეს ჩვენთან მადლობა, გაიხარეთ. ჩამოგართმევ ხელს. კარგად ბრძანებოდეთ. მადლობა. კარგად. მეგობრებო, გაჩვენეთ საკმაოდ საინტერესო ავტომობილი, რომელსაც ვიცი რომ საკმაოდ ბევრი მოყვარული ყავს. და დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ თქვენც, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს. მანამდე კი აუცილებლად გამოგვიწერეთ ჩვენს არხზე, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოყვევით TikTok-ზე და Instagram-ზე. გიტოვებთ ჩვენს ვიდეოს, უყურეთ, დატკბით და ჩემი გამომწერა არ დაგავიწყდეთ.